იცით, რომ ამ პროექტის შემადგენელი ნაწილი არის ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ლექციები სხვადასხვა სპიკერების მხრიდან. ეს მას ვიძულობთ გიორგი კიკონიშვილს, სამთავრობო აქტივის, რომელსაც ძალიან კარგად აქვს სამთავრობო საზოგადოება, ასე ვთქვათ. თავისუფლად ჩვენ მას ვიძულობთ თავისუფალი სივრცე, როდესაც ძალიან დიდი მადლობა თომას და მინდოს და ყველა ადამიანს, რომელიც ამ სივრცეში არის ჩართული. თომა იქნება დღევანდელი დისკუსიის მოდერატორი. თავად თემა კი ასე ვთქვათ ფიქრის შემდგომ შევარჩიეთ ასეთი გიორგი კიკონიშვილის მოხსენებას ჰომოფობიაზე როგორც პოლიტიკური იარაღზე. სულ რამდენიმე დღის წინ ბათუმში ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, პრინციპში არც პირველი არც უკანასკნელი ჩემი აზრით სამწუხარო პესიმისტური განწყობილების მოსაზრისით ის ჰომოფობიური იარაღზე უახლოეს და მიაყენეს პოლიტიკური შეურაცხყოფა და ყველაზე მძიმე არის ამ ისტორიაში არის უბრალოდ სახელმწიფო მოქმედები არიან ჩართული, სახელმწიფო წარმომადგენლები არიან, პოლიციელები ჩართულები. იმედი მაქვს, რომ მოდესმე მსგავსი საქმეები მართლა გამოძიებული იქნება და ადამიანები გაისჭებიან, რა თქმა უნდა, ბრალის დაფიცების შემთხვევაში. ჰომოფობია, რომელიც ძალიან ღრმად არის შეჭრილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და მას მეტწილად დიდი კავშირები აქვს რუსულ სპეცსამსახურებთან, რუსეთის ეკლესიასთან თუ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტთან. გიორგი სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს და დიდი იმედი მაქვს, რომ დისკუსიაც საინტერესო გამოდგება და გასაგებია. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან კარგი მადლობა აი დისკუსიის ორგანიზებისთვის და მithumetes ესეთ ჩემი აზრით საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხია. შევეცდები რომ მთლიანად ეს მოხსენება იყოს ესეთი დისკუსიის რეჟიმი საინტერესო ხდება ჩემთვის ესეთ დროს და ასევე რაც მინდა აღნიშნო ამ არის ის რომ პრინციპში რაც მოახერხებოდა ისაუბრა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ეს დისკუსია იმართება დღეს ბათუმში. იმის გასალისხმით რაც მოხდა ორი დღის წინ ბათუმში რამდენიმე დისკუსიის საფუძველზე ჰომოფობიის ნიადაგზე სცენეს ჯერ უბრალოდ გამოიყენება შემდეგ უშუალოდ კონდიციონერმა ეს ადამიანები, რაც პრინციპში მიგანიშნებს იმას რომ ჰომოფობია არის არამხოლოდ ჰომოფობიას ხმადავს შესაძლებელი გამჭდარი არხობს საზოგადოებაში, არამედ ეს არის ძალიან სისტემატური პროცესის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც ასე პროცესებით სტადია გამჯარი აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში. ასევე მინდა იმის თქმა, რომ ამ ყველაფერზე ვისაუბრებ არა უბრალოდ როგორც დამკვირვებელია სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს აქტივდება ფიქრობს ისე როგორც ჩვენი არამედ ამ საკითხზე ვისაუბრებ პრინციპში პირველ რიგში, იმიტომ რომ არ ასევე გეი აქტივისტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 17 მაისის ცნობიერებებში და ეს პრობლემა არის ჩემთვის არ მხოლოდ ესეთი ვთქვათ ამ საზოგადოებრივი პრობლემა, არამედ პრობლემა, რომელიც უშუალოდ ეხება ჩვენ თვითონ ადამიანს. და პრინციპში საუბარს ამ თემაზე, როგორც ხშირად შევხვდით ხოლმე დავუწყოთ 17 მაისის ამბიდან, რომელიც ჩემი ესეთ ყველაზე ცხადია სამწუხარო, ამაზე შეიძლება ზოგჯერ თამქები ზოგჯერ ვერ, მაგრამ ჩემი აზრით ეს ყველაზე სამწუხარო დღე ჩვენ დამოუკიდებელი არსებობის ეს ვთქვათ დამოუკიდებლობის ამ 25 წლიანი პერიოდის განმავლობაში რა თქმა უნდა არ გვისურვებია სამოქალაქო ომებს და უბედურებას რაც იქამდე 90-იანში გავიარეთ ან გულისხმობ აქეთ ესე ვთქვათ და სამწუხარო იყო იმიტომ რომ ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირების ყველაზე დიდი და მასშტაბური აქტი რაც ჯერჯერობით გვახსოვს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს ასეთ სამოქალაქო დაპირისპირებასთან რაღაც გვექნება შეხება როდესაც საუბარია შემთხვევაში, როდესაც 1000-ობით ადამიანი, რომელსაც სათავეში უდგას კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გამოდის საკუთარი მოქალაქეების ერთობლივი ჯგუფის დასარევად და გამოდის ამ ჯგუფის წინააღმდეგ. და სწორედ აქ ჩემთვის საინტერესო ხდება ის როგორ მოხდა ასეთი მასშტაბური მობილიზება ამდენი ადამიანის ვინ იზრუნა გადაეცემა 10,000 ადამიანი შემთხვევით ან ისეთი საზოგადოებრივი ერთიანობა ესე ვთქვათ შეიქმნა კატონ ფაიდან არ მოდის ხოლმე და გვაქვს სახელი პოლიტიკური ჯგუფები რომლებმაც
ვიცით ვინც იდგა ჩვენების ამბების სათავეში ამ შემთხვევაში ეკლესიის და ამ მხოლოდ ეკლესიის სახით. და შედეგად მივიღეთ ასეთი დიდი სამოქალაქო ერთმანეთ დაპირისპირების ჩემს საინტერესოა როგორ ხდება ხოლმე რომ ამდენი ადამიანი 10,000 ადამიანი გამოდის რაღაც კონკრეტული მიზნით, მეტყვით საქმეებსაც ძალადობრივ აქვს. იმიტომ რომ როგორც წესი გაცილებით ადვილია საზოგადოების გაერთიანება სოლიდარული აქტების გასაგებობის გაერთიანება უფრო ხშირად გვახსოვს ხოლმე სოლიდარული აქტების შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთს გაშლილ ერთიანდება სოლიდარული მიზნებით, ვიდრე ძალადობრივი მიზნებით. და აი აქ ამ ამბავში ჩვენთვის იკვეთება ამ ამბის ყველაზე ძლიერი ავტორი, რომელიც იყო ეკლესია, რომელიც რომელმაც ღიად უზრუნველყო 17 მაისის ამბები. და ეკლესია აქ საუბარი არ აქვს იმაზე, რაღაც ქართული ეკლესიის ეს ვთქვათ ექსკლუზივი, ცხადა ის არ არის მათი მოგონილი, ყველაფერი რაც მოხდა. ამით თუ გადავხედავთ იმას, რაც ხდება კონსტრუქციის სივრცეში და თუ შევხედავთ სხვა ქვეყნის მაგალითებს, ასეთი დიდი ჰომოფობიური აქტების რაც მოხდა, მაგალითებს, დავინახავთ, რომ ჩვენ არ გამორჩევით და არ ვართ განსაკუთრებული სხვა კონსტრუქციის ქვეყნებისგან, იმიტომ რომ ასეთი ამბები, ასეთი შემთხვევები მომხდა სომხეთში, მოლდოვაში, პოლონეთში, არაერთ კონსტრუქციის ქვეყანაში, სადაც ეკლესიაც და არ მხოლოდ ეკლესია, არამედ ძალიან დიდი ისეთი გავლენიანი პოლიტიკური ძალები ცდილობენ ხოლმე, რომ მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის შექმნა და შემდეგ ამ საზოგადოების კონსოლიდაცია ამ კონკრეტული მიზნებით. და ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჰომოფობიაზე, როგორც პოლიტიკური იარაღზე სხვადასხვა მიზნებით. სამი ძირითადი აქცენტი მაქვს გამოყოფილი, რითაც ჰომოფობიას პოლიტიკური ძალები იწერებენ ხოლმე, მათ შორის პოლიტიკოსები, პარტიების წარმომადგენლები. და პირველი ყველაზე ისეთი ხშირად რაც ხდება ხოლმე არის ის, რომ ჰომოფობიას როგორ იყენებენ პოლიტიკური ძალები ანტიდასავლური რიტორიკისთვის და ისევ ხარჯობს, რომ ეს რიტორიკა რაც პროსტარად გვახსოვს, რომ ევროპას თქვა დასავლურ სივრცეს სახალხო მეურნეობის სახელმწიფოების ბუნდა, სოდომი და გომორის აკვანი, ერთი ეპითეტი რაც ხსენია დასავლური სივრცის და ევროპის შესახებ და როგორ აქტიურად გამოიყენებენ ამას ანტიდასავლური პროპაგანდისთვის. არ მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა საბჭოთა ქვეყნებშიც. თვითონ სიტყვები ფრაზეოლოგია, რასაც იყენებენ ხოლმე ეს ყოფილი არის იდენტური, მათ შორის რუსეთში, რომელიც ყოფილი გვაჩვენებს, რომ ამის ეს და ამ აზრის ჩამოყალიბება, რომ ევროპა დასავლეთ ამერიკის ხდება, ჩამოყალიბება ხდება რაღაცაერთ საერთო რაღაც ერთ სივრცეში, რომელიც გამოცნობას ხდება განადგურია, იმიტომ რომ როგორც ესეთი მესიჯები მოდის ხოლმე რუსეთისგან, სივრცისგან, რომელსაც ჯერჯერობით ძალიან დიდი გავლენები აქვს საბჭოთა ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებზე და პოლიტიკურ ამბებზე. და ამ რიტორიკის გამოყენება, ჰომოფობიის პოლიტიკური იარაღად გამოყენება ხდება არ მხოლოდ დასავლური უბრალოდ არ მხოლოდ საგარეო პოლიტიკის კუთხით, როდესაც საუბრობ ხოლმე იმაზე, რა მიმართულება უნდა იყოს დასავლური თუ რუსული, არამედ ამ ჰომოფობიის პოლიტიკური იარაღად იყენებს ხოლმე ასე ძალიან ხშირად თვითონ ქვეყნის შიგნით, როდესაც და მათ შორის ხელისუფლებაც, როდესაც ცდილობენ, რომ აი ამ შექმნან რაღაც მტრისხატები ისევ და ისევ, თქვათ, მაგალითად გენების განვითარებული ადამიანისგან შექმნან მტრისხატები, მთელი საზოგადოება დაარაჯმონ ჯგუფის როგორც მტრის წინააღმდეგ და ამასობაში ძალიან ხშირად რაც ხდება ხოლმე ძალიან სამწუხარო არის რაც ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ამას ხელისუფლება პოლიტიკური ძალები იყენებენ ძალიან ისეთი კონკრეტული მიზნებით, რაც არის ის, რომ საზოგადოებას ხშირად ამასობაში
მოგონი რა შეიძლება იყოს ჩვენი თავი პრობლემა იქნება ეს თქვათ განათლების სისტემა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ყველაფერი რაც პრინციპში ჩვენს გარშემო მოხდება და ძალიან ნაცნობი არის ჩვენთაგანისთვის. და ჩემთვის პრინციპში ეს სწორედ ეს საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორ ხდება საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება ერთმანეთთან და როგორ ხდება ჩაბმული ჯგუფების გათიშვა ერთმანეთისგან. იმიტომ რომ თუ კი რამე შექმნა ის სივრცეის კულტურა და ის ქვეყნები, რასაც ხშირად ჩვენად ვთქვამენ და გუნდა ხოლმე რომ ჩვენთანაც ის სოციალური კეთილდღეობა და სოციალური ეკონომიკური რაც არის ფაქტობრივად დასავლურ კულტურებში პირველ რიგში ეს იყოს სოლიდარობა და ეს იყოს სოლიდარობა ჩაბმულ ჯგუფებს შორის. პირველ რიგში ეს იყო სოლიდარობა ჩაბმულ ჯგუფებს შორის. პრინციპში თუ შეხედავთ საქართველოს როგორც ახალ საკონდიციონალს და ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ეხლა საქართველოს ჩვენ როგორც ქვეყანა, როგორც საზოგადოება გავდივართ იმ ეტაპს, იმ პროცესს, როდესაც რაღაცა გვახდენთ ჩვენ თავის თვით იდენტიფიკაციას, ვფიქრობთ ჩვენ თავზე, ჩვენს აწმოზე, არის წარსულზე, მომავალზე, ვფიქრობთ როგორი ქვეყანა ვართ და როგორი ქვეყანა გვინდა რომ ვიყოთ. და სწორედ ამ პროცესში არის ხოლმე ყველაზე საინტერესო დავინახოთ და სწორედ მოვახდინოთ ჩვენი პრობლემების იდენტიფიცირება. ჩვენს ეს პრობლემა პირველ რიგში არის სწორედ ის, რომ ეს ჩაბმული ჯგუფები და ჩაბმულ ჯგუფებში გულისხმობ პრინციპში იმას, რომ არ მხოლოდ ლგბტ ადამიანები არამედ ქალები, ბავშვები, მუშები, სოციალურად დაჭირებული ადამიანები თუ ავიღებთ ან თუ შეხედავთ ჩვენ საზოგადოებას ფაქტობრივად დავინახავთ, რომ არ არსებობს ადამიანი, ვინც არ განეკუთვნება საერთოდ ჩაბმულ ჯგუფს და ეხლა რაც პრობლემები შეიძლება არის ის, რომ ჯგუფები ვერ მოხერხებთ რაღაცა ერთმანეთის განახვას, ერთმანეთის მიმართ ერთმანეთის პრობლემების განახვას, ერთმანეთის პრობლემებზე ფიქრს და ერთმანეთის პრობლემების განახვას როგორც ანალოგიურად განახვას როგორც რაღაც ყველას პრობლემას, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ თუ დაუშვებთ იმას, რომ თუ დაუშვებთ ძალადობას მაგალითად, თუ მე ვარ მუშა, რომელიც უყურებ ტელევიზორს და ვხედავ იმას, რაც გადაჭრილ მაინც და დაუშვებ ამ ძალადობას და ვიცი რომ ეს ძალადობა გამართლებული, ამას უნდა შეიძლება დამავიწყდეს ის, რომ იქაც უშვებ ამ ძალადობის გამართლებას და ამ ძალადობის არსებობას, ეს ძალადობა შეიძლება მომიწვიდეს მე. და ეს იგივე ხდება აბსოლუტურად ყველა ჯგუფებს. ამიტომ რაღაცა მგონია სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ ყველა მოვახერხოთ ერთმანეთის პრობლემების და ერთმანეთის ესეთი იდეა აქვს, მასალაში რაღაცა ავირი. რაღაცა განცემ მოკლედ დროს შევკრა და მისჩვენია, რომ დისკუსიის რეჟიმში გადავაყავთ ეს ყველაფერი რაღაცა საკითხები დავსახუთრებით ვისაუბრებ და გადავაყავთ დისკუსიის რეჟიმში. რაზეც მე მინდა ვისაუბრებ, რაზეც მე ჩვენ ეს მინდა რომ აღშეკეთო ადამიანები ვისაუბრებთ და განიცადეთ ეს, რომ როგორ ვეღახერხებთ აი ამ სხვადასხვა სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთის პრობლემის განახვას და აი სოლიდარობის ჯაჭვის შექმნას. მე მაინტერესებს რა თქვენ თქვით რომ ეს დაუკავშირეთ წმინდა პოლიტიკას, რომ პოლიტიკური ინტერესებში შედიოდეს, მაგრამ აქ არის მენტალური პრობლემა. ხო, ადამიანებს ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ესეთი ადამიანები, რომ ევროპული და ანტირუსული განწყობა აქვს. მე არ ვფიქრობ, რომ ჰომოფობიის ერთადერთი
მიზეზი არის პროფესიული კულტურა, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც ანტი თავადანვე ანტირუსულ განწყობაზე არიან, მაგრამ დოლარი კულტურულ და სხვა ფაქტორებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტული განწყობის ჩამოყალიბებაში. თქვენი კითხვა რა მე უბრალოდ ამ შემთხვევაში საუბრობდი ჰომოფობიაზე, როგორც კონკრეტულად კონსტრუირებაზე, კონკრეტულ ჯგუფებზე. ეს კონკრეტული კონსტრუირება მისჩნდება, არ ჩნდება. აი ამ შემთხვევაში საუბრობ იმაზე, რომ რუსეთი, რომელიც არ მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა საბჭოთა ქვეყანაში პრინციპში იყენებს აი ამ თემატიკას, იყენებენ ანტიდასავლური ვთქვათ პროპაგანდისტვის, ამაზე გვაქვს საუბარი. გიორგი, მე სულ ვაკუთრები ხოლმე ეს ჩვენი პროექტების და პრინციპში აღმოსავლეთის პარტნიორობის შეგამებს და ძალიან გავსვენ საქართველოში საქართველთან მასში საკითხი თემის ადამიანებთან დაკავშირებით დაუნახავთ. ეს ერთ-ერთი გასწორდა ყოველს სტატუსებას, რომ არის ერთი თემის დაწერილი სცენარი, ყოველ სადღაც განვითარებას, ყოველს ეს მოვლენები დაფინანსება შესაძლებლობისას, მაგრამ აქ მე მაინც პონერს ქართულ საზოგადოებას კიდე რაღაცა სხვაში შევიდე ამ თემის მიმართ და რითია ეს გამყრობებული შენი აზრით, რითია დაწუნებული, რადგან იმისა ძალიან დავყო საბჭოთა სივრცეში, მაინც ამ ფობიებით და ამ დამკვირვებლებით კიდევ არის ამ ქვეყანაში დამატებით რაღაცა სხვა საფუძველი, რაც მერე თავისთავად თავისი შემწყობლე რაღაც ყოველი 17 მაისის წინ, ყოველი არჩევნების წინ, ამ შიშების დამზადდება ყველა არჩევნების წინ, ახლა ვიღაცა მოდის და ხმის ქართულ საზოგადოებას და ასე. შენ როგორ ვფიქრობ, რა სამხალხო აქტივისტებს, ჟურნალისტებს რა შეიძლება დავუყოთ, ჩვენ რა შეიძლება დავუპირისპიროთ აი ამ წნეს და რაღაცნაირად ვითების შექმნას ნებისმიერი ინტერესობის დაცვასთან დაკავშირებით აცილება პრობლემა. დღეს ვარ თავისუფალ სივრცეში და პრინციპში 10 წლის წინ ძალიან გაჭირდებოდა თავისი სივრცეში შექმნა, იმიტომ რომ საჯარო პოლიტიკას არ ქონდა ასეთი გზნობელობა, ხო? ადამიანების მიმართაც და არჩევნების მიმართაც ჯერ კიდევ ჩანასახման დონეზე იყო. კიდევ აქ წინ დავჭირდება, რომ რაღაცა შეიძლება ძალადობა არ იყოს, ესეთი რამდენიც არის და გარდა ამ მუშაობისა, გაშუქებისა, თუ რაღაცა სახელმწიფო პრინციპებზე ჩამოყალიბებისა, სად არის შენი აზრით ყველაზე ხელჩასაჭირი მექანიზმი საჩერება არსებობს? განათლების სისტემა არის ეს თუ რა? პირველ რიგში პრინციპში საკუთარი დამოსტილება სამ განათლების სისტემამდე მივიდოდ პირველ რიგში ჩემი აზრით ჩვენ სამ განათლების სისტემამდე მივიდოდ, რომელიც გონია ხოლმე ყოველდღიურად პირველი საიდან სულ დავიწყოთ გარდაქმნები. მთელი ეს საკითხი, რაზეც საუბრობთ, არის წმინდა ადამიანური საკითხები, რომელიც ეხება ცოცხალ ადამიანებს. თავად გვეხება ჩვენ პირველ რიგში ამ ადამიანებმა უნდა დავიწყოთ ერთმანეთთან საუბარი, ამ პრობლემების განუცურვა და ერთმანეთის პრობლემების დანახვა და შემდეგ როცა გვაქვს პრობლემის იდენტიფიცირებას, მე უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, საიდან და როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა. და აი აქ ვადგები პირველ რიგში ალბათ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც უნდა მოვარგოთ იმ საზოგადოებას და იმ ტიპის საზოგადოებას და იმ ტიპის სახელმწიფოს, როგორც გვინდა რომ ჩვენ იმიტომ რომ მას შორის საქართველოს დამოუკიდებლობას, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გადავწყვეტა შეთანხმებით, რომ საქართველოს გვინდა ვიყოთ თანამედროვეობის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც კიდევ დაფუძნებული თანასწორობასა და სოლიდარობაზე. და შესაბამისად ამ ყველა პრობლემა, რასაც გამოუცურავთ ჩვენი თავიდან საკუთარი ჯგუფებიდან, რომ ჩვენ საგანმანათლებლო სისტემა მოედოს და ეს გადავაწყოთ სწორედ ამ ტიპის საზოგადოების მე და შენ ვისაუბრეთ ასევე სოლიდარობაზე, ხო, ჯგუფებს შორის და არის შეიძლება ისეთი სოლიდარობა გაუჩნდება. მუდმივთეს იმ სოციალურად გაუცვლელი ან მუშების ან მოძალადე თავის მხრიდან, რასაც გასცემს თავად თემი ამ ადამიანის
გაურკვევი შექმნა დაკავშირებით, როცა პრობლემა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, პოსტებით, წერილებით, აქციებით ყველგან წინა ხაზზე, მაგრამ ჩვენც აღნიშნე რადიოში, რომ უკუგება ამ სოლიდარობის არ სახელმწიფო სოლიდარობას ვერ იყო. თემაზე რა არის მიზეზი და როდის შეიძლება შეიცვალოს?
შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს ამისთვის მედიების და სადღაც ალბათ ყველა ჯგუფისთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელექტრონულად ეს გაცნობა. ძალიან. ეცით რამე და როგორი თქვენს თემას მომხდარა როგორც პოლიტიკური და სწორად ერთ მიიღებენ ამას ანტიდასავლური პროპაგანდის და პრორუსული პოლიტიკა არის, როგორც გარკვეულ შეიძლება ამ ჯგუფში განვითარებული ჩვენი ეკლესიაც და მეორელი თქვა შეიძლება ზოგჯერ თვითონ ხელისუფლებას იყენებს ამას, რათა გადავჭროს სხვა პრობლემები. ხო, ეს სწორად არსებობს თორე კიდევ სხვა რამ ან სხვა ვინმე ვინც ამას ჰომოფობიას იყენებს პოლიტიკური არხად. კიდევ სხვა ძალები ან სხვა ფეგინებები ჰომოფობია როგორც პოლიტიკური არხი. თუ ვინმე იყენებს ამას კი თქვენ ახსენეთ იქ პარტიები, მაგრამ მე პოლიტიკურ ძალებს როცა გულისხმობ, პრინციპში ამაში გულისხმობ პოლიტიკურ ძალა არის ხელისუფლება, პარტიები, პოლიტიკურ ძალა არის ეკლესიაც, ნებისმიერი დიდი და ძლიერი ჯგუფი აქვს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც საზოგადოებაში ქვეყანაში შეუძლია ცვლილებებს სამოქალაქო ჯგუფების პოლიტიკური ჯგუფი არის, უბრალოდ ამ შემთხვევაში მართლა პოლიტიკურ ძალებზე და ისე დომინანტურ პოლიტიკურ მართველი პოლიტიკური ძალები ის ხელისუფლებაში ამას იყენებს იმისთვის, რომ ჩვენი ყურადღება, ანუ ხალხის მოქალაქეების გადაიტანოს სხვა თემებზე და რაღაცა უფრო სოციალური პრობლემები დაარჩეს ყურადღების მიღმა. პრორუსულ ძალებს ეს ხელს აძლევთ, იმიტომ რომ ვაიმე ქართულობას გვართმევენ, მაგრამ არსებობს ალბათ ძალიან ბევრი ასპექტი, ვის წყალზეც ასხამ, ვის სისხლზეც წყალს ასხამს ეს ჰომოფობიური განწყობები, ეს მხოლოდ პარტიები, ან მხოლოდ მრევლი, ან მხოლოდ ხელისუფლება არ არის. აქ ჩვენ ვხვდებით მე სკოლაში მუშაობ და მე ვხვდები ადამიანებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ჰომოფობიური დამოკიდებულება, ისინი არც პარტიაში არიან და არც მრევლი არიან, ჩვეულებრივი საზოგადოება და ამას ღრმა კულტურული ძიები აქვს. ჩვენს კულტურაში არის მიუღებლობა სამწუხაროდ, როგორც მიუღებლობაც, ასე მიუღებლობაც განსხვავებულის მიმართ და აი როგორ ფიქრობ ამ ხალხამდე როგორ უნდა მივიდეს ეს, რომ ეს დამკვირვებელია თქვა ბრძოლა განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ და როგორ უნდა მოხდეს ამ მოცულდება, რომ გასაგებია ხელისუფლება ამბობს რაღაცას, იმიტომ თავის ინტერესები აქვს, ეკლესია ამბობს თავისას, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც არიან სწორედ ან მე მინდა კითხოთ განათლების კუთხით, ჩვენ ვიცით პასუხი, რომ ხსნარი განათლებაში, აი თქვენ როგორ ხედავთ? რა ტიპის განათლებაში, ან სკოლაში, ან ჩვენ სისტემაში, საგან აი თქვენი პოზიცია მაინტერესებს, როგორ უნდა ხდებოდეს ამ იდეების მიწოდება, რომ არ შეიძლება განსხვავებული შეხედულებების ან ორიენტაციის გამო დევნიდე ადამიანს და ძალადობდე. თქვენ როგორ ფიქრობთ კონკრეტულად? მათ არის ორი მომენტია, როდესაც საუბრობთ განათლებაზე, ფორმალურ განათლებაზე. ალბათ გაიგეთ ეს ხობის რამდენი წლის ხობის სკოლაში. კლიპის გამო. ჩაწერეს საუბარია მინაცხენეთის კლასის მოსწავლეებზე, ამ საკმაოდ პატარა ესვათ ასეთ ადამიანებზე და მასწავლებლის ინიციატივა იყო და მასწავლებლის ესვათ იდეა იყო ესეთი კამპანია გაიგეთებინა. თუმცა ეს საკონკურსო კლიპი და განათლების სამინისტროსგან მოდიოდა მსგავსი კონკურსი. უბრალოდ ამ ასპექტზე გაამახვილეს ყურადღება. და ასავალ-დასავალი გამოდა, ასავალ-დასავალი არ არის ამ დავით გასაწევი ძალა ამ შემთხვევაში, მაგრამ აი თქვენ განათლებას როგორ ხედავთ? რა პოზიცია უნდა დაეჭირა საქართველოს განათლების სამინისტროს ან განათლების მესწავლებლებს ან აი ამ კუთხით მაინტერესებს? პოზიცია
არის ის, რომ სახელმწიფო, რომელსაც გააზრებული აქვს თვითონ ეს პრობლემა, თვითონ გააზრებულად უნდა მივიდეს ამ პრობლემის გადაჭრის გზებამდე და მიზანმიმართულად უნდა იმუშაოს, იმათო რომ პირველში რა თქმა უნდა, მასწავლებლები, პედაგოგები, absolut საგალობლო სტრუქტურაში მომუშავე და დასწრებული absolut ყველა ადამიანი, ეს ვთქვათ, ჩააკრავს ამ თვითონ განათლების სისტემაში არის გასაწევი საგანმანათლებლო სამუშაოები, იმისათვის რომ სახელმწიფომ სწორი მიმართულება მისცეს ამ ვთქვათ სფეროს, ამ სისტემას. თვითონ საზოგადოებას რაც შეეხება, ჩემი აზრით, როცა საუბრობთ რომ ყველაზე ეს მართალი, რასაც რიგით მოქალაქეებს შეთანხმება, რიგით მოქალაქეების სრულად ისეთ მომხდარებს, რომელსაც არანაირი ქვეტრისტი არ უდგებს და არანაირი არაანგაჟირებულ ადამიანებს, როცა პოლიტიკურად არაანგაჟირებულ ადამიანებს, რომელსაც მომხდარებს, მას პოლიტიკური მიზნით არ არის განხილვებული. ესეთ ადამიანებთან ჩემი აზრით რამე მუშაობდა, რამე შედეგი აქვს, ეს არის პირველ რიგში ის, რომ ცოცხალი ისტორიები, ესე ვთქვათ, ცოცხალი შეხვედრები ამ ადამიანებთან პირადად და პირდაპირ ესეთი ყველაზე ესეთი ჩორბი, ადამიანური საუბრები, დისკუსიები, კამათი აუცილებლად, კამათი უამრავ ადამიანთან ჯერჯერობით, ჩემი ოჯახის წევრებთან, ჩემს მეგობრებთან, ნაცვალთან, მეზობლებთან, ძალიან ბევრ ადამიანთან, ისე როგორც ვთქვათ, კამათი ჩემს საკითხებზე და ანუ ესეთ შემთხვევაში არის ესეთ სამოქალაქო როდესაც მოქალაქეებზე მიდგება ხოლმე საქმე, გამოსავალი რამეში არსებობს, პირველში ამოსავალი არის ის, რომ ამაზე ვესაუბროთ, ამაზე ვეკამათოთ და საჭიროა და შენ შემთხვევაში ვეკამათოთ პირველ რიგში, როცა თქვათ თავად მადლობა. მედიაში რა ხდება? გაუმჯობესება იზრდება თუ არა? და ტენდენცია როგორი არის? ვიცით რომ მედია რაღაცები ინსტრუმენტია, რომელსაც შეიძლება ელაპარაკო ადამიანებს, დიდ ადამიანებს როგორც ვიწახდები ეწოდებოს, ასევე თქვათ იმ ჯგუფებს, რომლებიც მართავენ საზოგადოებას, ხო? რა ხდება მედიაში? შეიცვალა შეიცვალა გაშუქება? შეიცვალა ცოდნა? თუ ისევ მძიმედ არის თომარია შეგვიძლია შევადარებთ ხოლო ტერმინების ცოდნა და ლაპარაკობ ან მესმის ხარი და ანუ პრინციპში მარტო მედიაზე ძომა თქვა როცა საუბრობთ ხოლმე პრობლემას საუბრობთ სულ თავშკვითი არის ყველა საძირო ან შედარებას ვაკეთებთ რაში გვაქვს პროგრესი და არ გვაქვს სად მივდივართ წინა სად არ მივდივართ ცხადია შეიცვალა ბერიამე შეიცვალა წლების წინ ალბათ წარმოუდგენელი ციკლა თქვა ესეთი სიუჟეტების მომზადება თუნდაც მე ვგულისხმობ არ მხოლოდ ისე თქვა მედიებში როგორც არის თქვა ისეთ სულ მეინსტრიმ მედიებში ის ატელევიზიო მედიებში რომელსაც ის ყოველთვის გავლენა აქვს საზოგადოებაზე ძირად შეცვლილი არის სიტუაცია უპირატესობისკენ და ალბათ ამისთვის რაც უნდა ძალიან სამუშაოებისა დაწეული წლების განმავლობაში იმიტომ რომ ვთქვათ ჩუდეთა შეხვედრა თქონდა სიუჟეტი რომელსაც აქცენტების დასმა დასწრებული აქცენტების დასმა ვთქვათ თუნდაც 2-3 წლის წინ პროფესიით აქტივ და ჟურნალისტები თავზარიან შეშეკოს მოგებული იმის რომ სწორად მიეწოდოს საზოგადოებას რაღაც ინფორმაციას და პრობლემებს. გვაქვს რა თქმა უნდა შემთხვევები, როდესაც ეს რაც ეძახიან ხოლმე ორივე მხარის წარმოჩინებას არაერთი ჟურნალისტი დღემდე იყენებს ამ პრაქტიკას, მათ შორის არაერთი ცნობილი ჟურნალისტი დღემდე იყენებს ამ პრაქტიკას. არის ხდება ჩვენი მასი და ერთ-ერთი სპეციალისტი, როგორც თანაბარ დაპირისპირებული მხარეებს სვავს თქვათ აქეთ ხდება დამწავს მეორე მხარეს რაგების გამცემძალას და შემდეგ ამ პროფესს წარმოაჩენს როგორც რაღაც ესეთი თანაბარი იმის მქონე დაპირისპირებას, რაც და ესეთი პრაქტიკები მედიაში ცხადია ძალიან სულ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, მაგრამ ძალიან დიდი კრიტიკა მოდის ბოლო დროს უკვე ესეთ ჟურნალისტებზეც და მედიის საშუალებებზეც, რაც შემიძლია შენ შემთხვევაში მოქმედებს ხოლმე. ნებრივი ეს ვერ მოქმედებს რომელთა შემთხვევაში ასწავლას გამოცემებზე, იმიტომ რომ ეს გამოცემა თავის სრულიად
გასწრებული პოლიტიკური მიზნები და იციან მათ ტრადიცია გასაკეთებელია და რატომსაკეთებენ. ამიტომ ასაუბარსაც უნდა ვეჩიშინოთ ამ საკითხზე არ საკანონო იმის მოდივი რა შეიძლება კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მქონე გამოცემა არის, მაგრამ სხვა მედია საშუალებებს რომ შევხედოთ, მაგრამ იგივე თუნდაც ობიექტიურად ასევე ნახევარს მქონე მედია საშუალება სხვა დანარჩენს რომ შევხედოთ და მით უმეტესაც პრინციპში ყველაზე სასწაულია ყველაზე პოპულარული ტელევიზიებსაც რომ შევხედოთ ან სასწაულებრივ ყველაზე მეტი მისიონერი ლაბორატორიები მართავს წლიდან წლამდე და უფრო სწორ მიმართულებას იღებენ. თუ შევადარებთ სიუჟეტებს, რომელიც კეთდებოდა ვიდეო ტელევიზიებში, ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ შევადარებთ იმ სიუჟეტებს, რომელიც წელში ეს გაკეთდა, ბევრად პროგრესი. ზოგადად აი ბიოკავკასიას გადავხედოთ რეგიონის ხო? მდგომარეობა რეგიონში საქართველოს ქვეყანაში ბევრად უკეთესია, ვიდრე სხვა უჩინარე ტერიტორიებზე, ქვეყნებზე რა ვიცი ფუნქციონირება. ამას ეს გამოწვევი, რატომ როგორ მოვახერხეთ ამ ქვეყანაში, რომ აზერბაიჯანის ხო, როგორც სურათი გვაქვს და ძალიან მდგომარეობა გვაქვს და უდაბის საკმაო არის, ეს ქვეყანა კიდევ ადამიანებისთვის და ჩვენ როგორ მოვახერხეთ ამ ქვეყანა, როგორ მოვახერხეთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორი გავლენები არის ეკლესიის პოლიტიკური რა იყო მთავარი მომწვევი, რომელმაც ეს ქვეყანა ცოტა უფრო მეტად აღარ უფრო მეტი სინათლე შეიტანა. როგორც საქართველოს პრინციპში არის ყოფილა ანუ თუ გადავხედოთ ჩვენს თქვათ წარსულს და ჩვენს კულტურას და ტრადიციებს ყოველთვის გეოგრაფიულად ისე მოხდა რომ რაღაცნაირად ხალხი თუ ცენტრი ვიყავით სხვადასხვა ეს თქვათ პრინციპში ჩვენ ყოველთვის მულტიკულტურული, მულტინაციონალური ან ცოტა მრავალფეროვანი შემადგენლობის ქვეყანა და ანდონიერ ყოფილი ხო თქვათ ეს მულტიკულტურალიზმის გასაცდელად ხომ საქართველოს სამეფო ყოველთვის მოხდა ესე რომ მრავალფეროვანი ამან განაპირობა. გარდა ამას დამატებული გარე ძალები ძებენ ამ გავლენას რა თქმა უნდა, ეგ გავლენა ძალიან გარე ძალების გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია და თვითონ ჩვენი ეს აზერბაიჯანი ის თუნდაც ის რომ საქართველოს ქრისტიანული კულტურის ნაცვლად მოიაზრებდა თავს ხოლმე და ცდილობდა ხოლმე იქით ეს უფრო ასაკეთებს